ადამიანის სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება ვეგეტარიანელი. ზოგს შეიძლება ჯანმრთელი ცხოვრება უნდოდეს, ხანგრძლივი სიცოცხლე. ზოგს ცხოველების მიმართ თანაგზნობა აქვს. ზოგს საერთოდაც არ უყვარს ხორცი. ან ყველა ეს მიზეზი ერთად. ბულგარული, ბევრი ბადრიჯანი, ისპანახი, პომიდორი, სოკო, მოცარელას და რიკოტას ყველი და რაც მთავარია ლაზანიას ფირფიტები. მოკლედ ვამზადებთ ტრადიციულ იტალიურ ლაზანიას არატრადიციულად, ხორცის გარეშე. ანუ ვიღებთ ნაკლებ ქოლესტერინს, სანაცვლოდ კი ბევრ მინერალს და ვიტამინს. ტრადიციულად ლაზანია მზადდება ბევრი ხორცით, მაგრამ დღეს მე მოვამზადებ ბევრი ბოსტნეულით და ბევრი ყველით. პირველ რიგში ავიღებ ნიორს, ნიორი ჭირდება 3-4 კბილი. გავფრცხვნი. ერთი საშუალო ზომის წითელი ხახვი. წითელი ხახვი უფრო არომატულია, ტკბილია და უფრო გემრიელია. სოკო ნებისმიერი სოკო შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეხლა მე ვიყენებ ქამა სოკოს. ასევე ხის სოკო უხდება ძალიან, მაჭყალაც შეიძლება. სოკო გჭირდება დაახლოებით 300-400 გრამი. ხახვი წვრილად. ზეთი დაახლოებით 50 მილილიტრი. ჩავახეხოთ ნიორი. ჩავყაროთ ხახვი. ცოტა ხანი ვაცოდოთ დაბრაწვა დაახლოებით 2-3 წუთი, როგორც კი ხახვი გახდება ოდნავ ოქროსფერი, დავამატებ სოკოს. უფრო გემრიელი რო იყოს, ცოტაოდენ კარაქს დავუმატებ. დაახლოებით 40 გრამი. სანამ სოკო იწვება, ბადრიჯანს დავჭრი. ბადრიჯანს დავჭრი რგოლებად, ყოველ ლუკმაში რომ ბადრიჯანი ვიგზნოთ. ბადრიჯანი გვინდა დაახლოებით 1 ნახევარი. ჩავყრი ბადრიჯანს. ბადრიჯანს, სოკოს, ნიორს და ხავს მოვშოშავ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავუმატებ უკვე კანგაცლილ, წვრილად დაჭრილ პომიდორს. წყალი 300 მილილიტრი. კანგაცლილი, წვრილად დაჭრილი პომიდორი უნდა იყოს 400 გრამი. ხარშვისას მნიშვნელოვანია რომ დავუმატოთ სუნელები. მე დავუმატებ როზმარინს, ორეგანოს და ბაზილიკს. როზმარინი, ორეგანო, მარილი გემოვნებით. არომატულია და ბაზილიკი. ცეცხლს დავუწევ, ამოურევ. ლაზანიას ძალიან უხდება ბეშამელის соуსი. კარაქი დაახლოებით 100 გრამი. დაველოდები გადნობას. კლასიკური ბეშამელის соуსი მზადდება კარაქით, რძე, ნაღები და ფქვილი. იტალიაში ძალიან უყვართ პარმეზანის მუხა კიდე ბეშამელის соуში.
ქვილი. 1.5 სუფრის კოვზი გავხსნი კარაქში. ნელა-ნელა დავასხავ რძეს. რძე მჭირდება დაახლოებით 200-300 მილილიტრი. დაღები 150 მილილიტრი. პესტო. 1 2 ბეშამელის სოუსი უკვე შეიკრა, ცოტა კიდევ რძეს დავუმატებ. პესტო არის დაბლენდერებული ბაზილიკი, ქეშუს თხილეული, ზეითუნის ზეთი. არის მრავალნაირი, არის კიდევ ტარხუნის, ქინძის, ოხრახუშის, მაგრამ ყველაზე კლასიკური არის ბაზილიკის და ზეითუნის ზეთის. კაპერსი. სქელია. არ უნდა წყდებოდეს. ბეშამელის სოუსი მზად არის. გამოვთავ. ესეც უკვე მზად არის. შემიძლია გამოვთავ. მოცარელა მაქვს მე 9 კილო. უნდა გავხეხო. მოცარელა თუ არა გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სულგუნი. ან ნებისმიერი სხვა ყველი, რომელიც წელვადია. ყველი მზად არის. დავიწყებ ლაზანიის აწყობას. პირველ რიგში მიდის ბეშამელის სოუსი. ფირფიტას სანამ დავდებ, უნდა დავასხათ ბეშამელის სოუსი, რომ ფირფიტა არ დაიწვას. შემდეგ ლაზანიას ფირფიტა. ლაზანიას ფირფიტას წაუსმევ რიკოტას ყველს. თუ რიკოტა არა გაქვთ, მაშინ ნებისმიერი სხვა მდნარი ყველი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბევრი არ გვინდა, ასე უხეშად გადაუსმევ. ავიღეთ ჩვენი სოუსი. ამოვიღებ ბადრიჯანს, რადგან ეს ბოსტნეულის ლაზანია, ამას უფრო დელიკატური მუშაობა სჭირდება. ასევე ბულგარული. წითელი ბულგარულის წნილი. ისპანახის ფოთლები. ყველი. და პამიდრის სოუსი. ისევ ლაზანიას ფირფიტები რიკოტას ყველით გადასმული. ბეშამელის სოუსი. და ისევ პამიდრის სოუსი. და რა თქმა უნდა, მოცარელას ყველი. საგულდაგულად მოვაყრი ზემოდან. ხუმელი უკვე გაცხელებული მაქვს 200 გრადუსზე. პატარა ზომის ლაზანია სჭირდება დაახლოებით 40-45 წუთი. თუ ლაზანიას აკეთებთ დიდ კონტეინერში, მაშინ სჭირდება დაახლოებით საათი და 25 წუთი. კარგი გამოვიდა. ეხლა ჩავჭრი. აქედან გამოვა დაახლოებით 6 კარგი ლაზანიას დაჭერი. ბოსტნეულის ლაზანია მზად არის. გავსინჯო.
მე მგონი ცოტა ხანი ვეგეტარიანელი გავხდები. მოვამზადებ ბურგერებს ხორცის გარეშე, მაგრამ ბევრი ბოსტნეულით. იქნება კალორიული, მაგრამ ჯანსაღი, მრავალფეროვანი და ძალიან გემრიელი. ვიწყებ ფუნთუშას ცომის მომზადებას. 500 გრამი ფქვილი, საფუარით 15 გრამი, მარილი, დაახლოებით 10 გრამი შაქარი. მინდა რომ ფუნთუშა ცოტა მოტკბო იყოს. რძე 200 მილილიტრი და 1 ცალი კვერცხი. ნელა-ნელა დავუმატოთ რძე. მივეცით ფორმა, ვტოვებთ 1 საათით თბილ ადგილას, რომ კარგად ამოვიდეს ცომი. ეხლა ვამზადებთ ბოსტნეულის კოტლეტს. დავჭრათ წვრილად ხახვი, ნახევარი თავი ხახვის გვეყოფა, დავაქუცმაცოთ. ხახვი მზად არის. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ბოსტნეული მაქვს, რაც კი ვნახე, ყველაფერი წამოვიღე და ვაპირებ, რომ ყველაფერი გამოვიყენო. ბადრიჯანი. ერთი ცალი ბადრიჯანი საკმარისია. დავჭრათ კუბებად. ბადრიჯანიც მზად არის. სტაფილო. ესეთ სიგრძეზე. მოვშუშოთ დაჭრილი ბოსტნეულის ზეითუნის ზედზე, რადგან ზეითუნის ზეთი ძალიან სასარგებლოა. და ბულგარულებს დავუმატებთ უკვე ბოლოს, იმიტომ რომ მინდა რომ ბულგარულმა არ დაკარგოს თავისი ფერი და ფაქტურა და უფრო ხრაშუნა დარჩეს. მოიშუშოს დაახლოებით 5 წუთი. პარალელურად დავჭრათ ბულგარული. გავჭრათ ორად. სიგრძეზე ჩავჭრათ ისევ, ყველაფერს ვჭრით ერთნაირ ზომებად. მარილი და პილპილი. კარგი არომატი აქვს, უკვე გული მიგზნობს, რომ ძალიან მაგარი გამოგვივა. მოიბრაცა უკვე კარგად. დავუმატოთ ბულგარული დაჭრილი. კიდევ 2 წუთიც მოვშუშოთ და მზად იქნება. გავსინჯოთ. მზად არის. ეხლა რადგან ამდენი ბოსტნეული მაქვს, გადავწყვიტე რომ მეორენაირი შიგთავსიც მოვამზადო, მაგრამ ჯერ გამოვაცხოთ ფუნთუშა და შემდეგ მოვამზადებ მეორენაირ შიგთავს. გავყოთ ცომი 4-ად, რომ დიდი ფუნთუშები გამოგვივიდეს. ესე. მივცეთ მრგვალი ფორმა. გუნდა. კვერცხის გული. გავაცალკევოთ.
ცოტა რძე გაურიოთ, სულ ოდნავ, უფრო პრიალა იქნება. გადავიტანოთ გამოსაცხო ფირფიტაზე. მაქვს ზესუმზირა, გოგრის თესლი. დავამტვრევ. არ გვინდა ძალიან დაქუცმაცება და მოვაყაროთ ფუნთუშებს. მზად არის. ვაცხობთ წინა გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე. 15-20 წუთი. ვამზადებ ბოსტნეულის მეორენაირ ფარშს. ხახვი, წვრილად, ბროკოლი. შეიცავს უამრავ ვიტამინს და რაც თავარია იოდს, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება. 500 გრამი, მეტი არ დაგჭირდება. უხეში ძირები მოვაჭრათ ბროკოლს, დავტოვოთ მარტო ყვავილოვანი ნაწილი, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება. კამასოკო 100 გრამი, ჯერ შუაზე გავჭრათ. დავაქუცმაცოთ სოკო, რომ უფრო კარგად შეიკრას მასა. ბრაწავთ ბოსტნეულს. ზეითუნის ზეთი ისევ. მარილი. პილპილი. მწვანე ხახვი. ხოლო ძირები. ოხრახუში. უხეში ძირები მოვაჭრათ და წვრილად დავჭრათ. მწვანე ხახვი მოვაყაროთ ბროკოლს და ამოურიოთ. ახლა დავასრულოთ ჩვენი დაწყებული პირველი ფარში. ხახვი და ოხრახუში. ამოურიოთ. რადგანაც ბოსტნეული არ არის ისეთივე წებოვანი როგორც ხორცი, ამიტომ დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ფქვილი და კვერცხი. ამოურიოთ. უფრო შეიკრება მასა. მარტივადაც შეიბრაწება. ერთი მზად არის. ესეც გამოვთოთ. გავაგრილოთ ბოსტნეული. კვერცხი და ფქვილი. დავიწყეთ შეწვა. გრილზე ვწვავთ. გახურებული მაქვს გრილი. დავასხათ ზეთი. და მივცეთ ფორმა. კოტლეტს ვავლებთ ფქვილში და შემდეგ საფანელში. მივცეთ ფორმა და დროებით აი აქ დავდებ. ფქვილი. გადაგვაქვს გრილზე. ზეთი თავიდანვე დავასხი, კარგად გახურებულია. ეს ერთი.
არ შეგეშინდეთ თუ დაიშლება, იმიტომ რომ ხელშივე შეგვიძლია დავამუშაოთ მარტივად. დავახმაროთ ცოტა ზეთი, რო არ მიეკრას და თან უფრო სწრაფად შეიწვება. შევწვათ კოტლეტები 2 წუთი ერთ მხარეს და 2 წუთი მეორე მხარეს. კოტლეტები თითქმის მზად არის, ფუნთუშაც უკვე გამოცხვა, გამოვიღოთ ღუმელიდან. გავჭრათ პური, აი ესე. სანამ ცხელია. ოპა. აქ მაქვს წითელი კომბოსტო, რომელსაც გამოვიყენებ სალათის ფურცლის მაგივრად. ნახეთ როგორი ფერი აქვს, ატეხოთ. 1 შევეცადოთ, რომ გადავტეხოთ, რადგანაც ღეროები უხეში აქვს. მხოლოდ ფოთოლი. გადმოვიტანოთ კოტლეტი. ძალიან ცხელია. ბოლო. გვაქვს 2 ბოსტნეულის მიქსის კოტლეტი, 2 ბროკოლის და სოკოსი. სანამ ცხელია უნდა დავადოთ ყველი. აი რამხელა ბოსტნეულის ბურგერები გამოგვივიდა. მე მგონი ძალიან მაგარია. არ შემიძლია ეხლა რო არ გავსინჯო. ნახეთ როგორ ხრაშუნებს. იოდი, რკინა, A, B, C ვიტამინი. მოკლედ, ვამზადებ ვიტამინებით გაჯერებულ სალატს შავი ბრინჯით, კარალიოკით და ბროწეულით. ვიწყებ სალათის დრესინგის მომზადებას. სალათის დრესინგს აქვს საინტერესო ინგრედიენტები. მათ შორის არის ფერმენტირებული სოიოს მარცვლის პასტა. ეს არის განთქმული აზიაში, ამას იყენებენ როგორც შეწვისას, ისევე წვნიანებში და ასევე დრესინგებში. მე გამოვიყენებ დრესინგისთვის. დავიწყებ. ჭირდება ბლენდერი. მისოს პასტა 1 სუფრის კოვზი საკმარისია. ზეითუნის ზეთი დაახლოებით 100 მl. თაფლი დაახლოებით 70 გრამი. ცოტაოდენი სალათის ძმარი. ესეც დაახლოებით 10 მl, 10-15 მl. პორტოხლის წვენი. პორტოხლის წვენი დაახლოებით 100 მl. ამას ეყოფა. ეს არის უკვე დრესინგი, სალათისთვის მზად არის. გადავალ ახლა უშუალოდ სალათის მომზადებაზე. აქ მაქვს შავი ბრინჯი. შავი ბრინჯი არის ძალიან სასარგებლო ორგანიზმისთვის და გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებებით. თეთრისგან განსხვავებით ცოტა უფრო დიდი ხანი უნდა ხარშვა, იმიტომ რომ მაგარია. ასევე ამ სალატში შედის საინტერესო ინგრედიენტი, ეს არის ჩვენი ქართული კარალიოკი. ასევე ბროწეული. ბროწეული ძალიან კარგია ჰემოგლობინისთვის, სისხლისთვის. მწვანე ხახვი, სალათის ფოთოლი, ისპანახი და ფისტაში. დავიწყებ მომზადებას.
გჭირდება დაახლოებით 100 გრამი ბროწეული. ნახევარი ბროწეული სრულიად საკმარისია. გავაგრძელოთ კარალიოკი. კარალიოკი აუცილებლად კურკებისგან უნდა გავასუფთავოთ. აქ გამიმართლა, მარტო 2 კურკა იყო. დავჭათ კუბიკებად. კარალიოკიც მზად არის. ეხლა გადავალ ხახვზე. ხახვიც ბევრი არ გვინდა. დაახლოებით 2 ღერო. ხახვი გადავდოთ. ეხლა დავიწყებ სალათის აწყობას. პირველ რიგში ბრინჯი. ბრინჯი ჩვეულებრივად მოვხარშე მარილიან წყალში. ხელობით 9 საათი ვხარშე. სალათის ფოთოლი. ეს ჩვეულებრივად დავძენწავ. ისპანახი. კარალიოკი. წითელი, ბროწეული. მწვანე ხახვი. ფისტაში. და ჩვენი უგემრიელესი მისოს დრესინგი. კარალიოკის და შავი ბრინჯის სალათი მისოს დრესინგით მზად არის. ნუ,